რა სჭირდება თენგიზ გაბრიჭიძეს სოციალური რეაბილიტაციისათვის. განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირის ყოველდღიურობა, ერთმანეთისგან არაფრით განსხვავებული დღეები და მოლოდინი, რომელიც როგორც თავად ამბობს, დიდხანს გრძელდება. ის დიდი ხანია მეზობლების ხელშეწყობით ცხოვრობს, მხოლოდ მათი დახმარებით თვეში ერთხელ ექიმამდე მისვლა შეუძლია. ყოველთვიური სოციალური დახმარება და პენსია წამლის ფულადაც არ ყოფნის. 5 თავ წამალში 70 ლარს ვაძლევ. მიხაროდა დღევანდელმა ხელისუფლებამ 30 ლარი, 60 ლარი მაქვს და დახმარებას მარდებს, როგორც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ყოფს. მარდებს 60 ლარს, მაგრამ 71 ლარს. აი ამ 5 თამაში ვიზნებ. ეს თამაში ერთი თვის შემდეგ არ ვარგა. გახსნის შემდეგ არ ვარგა და ამიტომ ესე იგი უკიდურესად აი ფინანსური გასაჭირი. მძიმე სოციალური ყოფის პირობებში თენგიზ გაბრიჭიძეს სულიერი სიმშვიდის პოვნა ლექსის წერით შეუძლია. წერს სტუდენტობის პერიოდიდან, თუმცა ახლა ამ გადასახედიდან შეხედულებები და გატაცებები შეეცვალა. სურს თავისი ნააზრევი ერთით წიგნად შეკრული იხილოს და ამით საზოგადოებაში სოციალური რეაბილიტაცია მოახდინოს. სკოლის მერხიდან წერ ლექსებს. იბეჭდება ჟურნალ გაზეთებში, განთიაში, აი ახლაც ერთ კვირაში იქნება ჩემი ლექსები. მაგრამ 3 წელიწადი უკვე ესე იგი მაქვს გამზადილი, მაქვს ლექსები გამოსაცემად, ფინანსები. ხლა წიგნი სტატის რაღაცა შევაგროვო და დააბრმავდე, ასეც მინდა და ვიზულებო ესე 3 წელიწადია მაქვს გამზადილი ლექსები. მაგრამ სპონსორი და დაფინანსებელი არ ყავს. მე მაგის თანხას ვერ შევაგროვებ და კი ვარ ასე და ეს იქნება შეგვიძლია ძალიან დიდი მორალური და ფსიქოლოგიური და სოციალური რეაბილიტაცია. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ორგანიზაცია კათარზისის გამოჩენა მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიძლება შეცვალოს. მარიამობის დღესასწაულისათვის მას ორგანიზაციის პრეზიდენტი და სხვა წარმომადგენლები სერიოზული ნობათით ეწვივნენ. მერაბ გორდეზიანის თქმით, თენგიზ გაბრიჭიძესთან ვიზიტი თვეში ერთხელ ტრადიციად იქცევა, რაც მას ბევრ პრობლემას მოუგვარებს. ჩვენ დავგვეგმეთ ერთი კარგი საქველმოქმედო აქცია. ამოვედით სოფელ კვალეთში, რამდენადაც ჩვენ ამ ადამიანმა, ბატონმა თენგიზმა მოგმართა ერთი თვის წინ და აგვიხსნა თავისი შეჭირვებული მდგომარეობის შესახებ. ჩვენ ეს გავითვალისწინეთ ყოველივე, რამდენადაც მას ჩვენთან კათარზისის სიარული ყოველდღე არ შეუძლია. გადავწყვიტეთ ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, რომ მას ყოველთვიურად ვესტუმროთ და ამოუტანოთ ყოველთვიურად საყვავი პროდუქციის მარაგი, რათა მას ცოტა მაინც გაუადვილდეს თავისი ყოფითი პირობები. როგორც მან აღნიშნა, არის ბავშვობიდან ცერებრალური დამბლით დაავადებული, ეს ძალიან ნიჭიერი ადამიანია, სხვათა შორის წერს ლექსებს და როგორც ამბობს ის ძალიან ხატოვნად თქვა, მე ეკონომიკურ გასაჭირზე მეტად მიჭირს მორალურად და ამიტომ მორალურადაც უნდა ამ ადამიანს დახმარება, ფინანსურადაც უნდა, ეკონომიურადაც უნდა არასაკვირველი, რადგანაც ის სრულიად მარტოდ ცხოვრობს და ცხოვრობს მხოლოდ მეზობლების იმედზე. მე მიმართავდი ყველა წარმატებულ ბიზნესმენს, ვთხოვდი წარმატებულ ობიექტის ხელმძღვანელებს, რომ თვეში ერთხელ მაინც მოვინახულონ ხოლმე, იქნებ გადადონ სულ მცირე თანხა, რომ ამ ადამიანს ეს შეჭირვებული პირობები შეუმსუბუქოთ, რადგანაც მას გადაადგილებაც არ შეუძლია. როგორც მე ვიცი, მეზობლები ყველაფერს ამას ახდენენ თავიანთი ტრანსპორტით და ერთხელ მაინც ჩამოყავთ ქალაქში. როგორც მან აღნიშნა, აქვს ლექსების მცირე კრებული გამოსაცემი და ამისათვის სულ საჭირო 1100 ლარამდე, რომ მან გამოსცეს ეს კრებული და გაიხარებს ის და მისი ცხოვრება სულ სხვანაირად შეიცვლება და ამიტომ ყველას ვთხოვ, მიმართავ ყველას, რომ დღესასწაული იქნება თუ არა დღესასწაული, ჩვენი გაჭირვებული ადამიანი თანაქალაქელები გავიხსენოთ, მოვიდეთ მასთან და მივეხმაროთ, რაც კი შეგვეძლება. უდიდესი სიყვარულის ლექსად ქცეული კრებული. გრძნობების დღესასწაული, რომელსაც ის ვერც ერთ ენაზე ვერ გადმოსცემს და დასაწერად ვერც ფურცელზე ვერსად დაატევს. სიყვარულის ნაპერწკლები თამარ გავაშელაშვილის შემოქმედების მეოთხე კრებულია. ახალი წიგნის პრეზენტაცია ღვანკეთის სამეფო დარბაზში პომპეზურად აღენიშნა. საზღვრად ბედნიერი ვარ ამ წუთში.
ამ ბედნიერებას ნამდვილად არ ვიცი. ის ვინც შემოქმედია, ის გრძნობს და იმას შეუძლია მხოლოდ მე ამ წუთში ჩემს სულში ჩააწუდეს თქო. ამ ბედნიერებას არ აქვს სახელი, ვერ დავარქმე. ეს არის რაღაც განსაკუთრებული დღე ჩემ ცხოვრებაში, თქვენ იცით ჩემი მდგომარეობა და მინდა ვთქვა, რომ ეს არის ცხოვრების ერთი ბედნიერი დღე, რომელმაც მე ფეხზე გამარონია, ფრთები შემასხა და ყველა ტკივილი დამავიწყა. ჩემი წიგნი არის სიყვარულის ნაპერწკლები და ნამდვილად შეესაბამება ეს სახელი მას, იმიტომ რომ ყველა სიტყვები, ყველა ლექსი მონაფერებია ჩემგან, ჩემი სულიდან გადმოსული სიყვარული გადავიტანე ფურცელზე და დავანახე მკითხველს თუ როგორია ნამდვილი სიყვარული და თუ რა ძალა აქვს სიყვარულს. თამარ გავაშელაშვილი მთელი ცხოვრების მანძილზე სხვებისთვის ზრუნავს. ქველმოქმედი პოეტი არასდროს საუბრობს თავის ტკივილზე. მას მთელი საქართველო იცნობს. იმედის გმირის შესახებ ქვეყანამ სწორედ მისი ქუმანურობის წყალობით გაიცნო. თამარ გავაშელაშვილი თერჯოლაში იმედის სახლის პრეზიდენტი და დამფუძნებელია. თითქმის 20 წელია ამ საქმეს უდიდესი რუდუნებით ემსახურება. ახალი კრებულის გასაცნობად მასთან იმედის გმირები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოვიდნენ. თამარი არის ისეთი ადამიანი, რომელიც არის კეთილშობილობით განსახიერებული. უყვარს სიკეთე, ადამიანის პატივისცემა, პატრონობა ადამიანის და როდესაც ეს იმედის გმირი გახდა, ის ვერ ჩამოვიდა შეხვედრაზე და შემოთვალა, რომ მე თქვენთან ვერ მოვდივარ, მაგრამ იმ აზრებით, რომ ხალხთან ახლოს ვიყო, დავეხმარო გაჭირვებულებს, ვიყო მათთან და ამიტომ ეს რო გავიგე, მე მას დაუკავშირდი. მე მესამე ჩამოვედი მასთან. ჩვენ ტელეფონზე სატელეფონო საუბარიც გვაქვს. მისვლა მაქვს რა ის რას შეუძლია, მისი წიგნებიც ვიცი და რა უფრო ახლოს ჩემთან მოვიდა, რადგან ჩვენ აკაკის მუზეუმში ვართ და ხომ ის აკაკის სახლში. უფრო ჩვენ მივისწრაფით იქიდან პოეზია, პოეტი და სწორედ ესა აქვს თამარს და ჩვენთან ეს სიყვარული ადამიანობა ჩვენთან არის. თამარ გავაშელაშვილის ახალი კრებულით უამრავ სტუმართან ერთად ფერეიდანელი ქართველიც დაინტერესდა, რომელიც ისტორიულ სამშობლოში საცხოვრებლად ქმარშვილთან ერთად რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა. გვანცა ზუბიტაშვილი ლექსებს თავადაც წერს. ძალიან მიხარია, რომ ვარ ჩემი სამშობლოში და აქ პირველჯერია აქ ვარ ამ შეხვედრაში და მინდა რომ ახლა ლექსები ქართულად ვწერო, როგორც შემიძლია. იქ წერდი სპარსულ ლექსებსა და ახლა კი ქართულსაც მინდოდა, მაგრამ იმიტომ რომ არ ვეყავ საქართველოში. ამრიგოს ლექსები წაიგი ხაი რა შტაბიდილება დაგჭა. ძალიან ლამაზი ლექსები ქონდა და ძალიან მომეწონა. და ულოცავեմ ახლა წიგნს დაბეჭდვას და სიყვარულის ნაპერწკლების პრეზენტაცია მხატვრულად ადგილობრივ შემოქმედებით კოლექტივებთან და ინდივიდებთან ერთად ქუთაისის ახალგაზრდული თეატრის შემოქმედებითმა ჯგუფმაც გააფორმა, რომლებმაც თამარ გავაშელაშვილისა და მისი ლექსების შესახებ ბევრი იციან. მათი თეატრისა და თერჯოლელი პოეტის მეგობრობა საინტერესო ისტორია აქვს. ეს წიგნიც, რომელიც ახლა გამოვიდა, სიყვარულის ნაპერწკლები, ასე ქვია და ზუსტად იმ ემოციითაა დაწერილი, რაც ამ ჩვენ პირველ შეხვედრას და ამ ურთიერთობებს ახლავს თან და მისი შემოქმედებაც მთლიანად ამაზეა და თვითონ როგორც ამბობს, რომ საერთოდ ყველა ადამიანის სიყვარულის ნაპერწკლებს ვაფრქვევთ და ამ ნაპერწკლებს უნდა შეკრება და ჩვენ მოვახერხეთ, რომ ერთად ეს რაღაც გაგვეერთიანებია, შეგვეკრიბა და ამითი ეს დიდი ემოცია მიგვეღო და აი ზუსტად ეს იქნება დღევანდელი საღამოც. მე მოხარული ვარ უბრალოდ, რომ ჩვენ შეგვიძლია ასეთი ბედნიერი წუთები მივანიჭოთ ქალბატონ თამარს და რაც შეეხება მის პოეზიას ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ, ყველა ლექსი ვიცით, რაც ასე ვთქვათ, ძველ წიგნში იყო და ვიმედოვნებთ, რომ ახალი წიგნსაც არანაკლებ კარგად გავიცნობთ და მოხარული ვარ, რომ დღევანდელი წიგნის პრეზენტაცია ჩვენ გვხვდა წილად. თამარ გავაშელაშვილის ახალი წიგნი საქველმოქმედოა. მისი რეალიზაციიდან შემოსული თანხა თერჯოლის იმედის სახლის ფუნქციონირებას და თამარ გავაშელაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას მოხმარდება.
მართლაც მიხარია და პატივი არის ჩემთვის, რომ ამ წიგნის რედაქტორობა მერგო. ეს წიგნი არის არა მარტო ავტორის შემოქმედება და აი ამ ადამიანის და პიროვნების ნიჭის წარმოჩენა საზოგადოების მიმართ, არამედ ამ წიგნს აქვს კიდევ ერთი ყველაზე დიდი მოვალეობა დაკისრებული. ეს არის საქველმოქმედო და თითოეული ადამიანი, რომელიც გაიღებს ამ წიგნისთვის თანხას, ეს იქნება დახმარება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არიან ქალბატონ თამართან დაკავშირებულნი. არა მარტო თერჯოლისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის სამაგალითო ადამიანია. აი ხედავთ თქვენი სავარძელს მიჯაჭვული, როგორ საქმეებს აკეთებს. ის არა მარტო თვითონ თავის თავზე კი არ იღებს ქველმოქმედებას, არამედ თვითონ გასცემს. ანუ თვითონ არის ქველმოქმედი. არაჩვეულებრივად მებრძოლი ადამიანი არის. აი მაგალითი თუ როგორ უნდა დაამარცხო ნებისმიერი სენი. გაიტანა მან ეს ყველაფერი, გააგებინა მთელ ქვეყანას და მაგალითს იძლევა თავისი ბრძოლის უნარიანობის, ეს არის მის სამმებელი და ღმერთმა ქნას ეს სული ასეთმა სულმა იზეოს და იმრავლოს საქართველოში. თამარ გავაშელაშვილი ლექსის წერას განაგრძობს მარადიული გრძნობის უცვლელი თემით.